სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მაღალ ყოვლადოსამღვდელოესო, მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს. დღეს წაკითხულ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ მკვდრეთის აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა მშვიდობა თქვენდა. აი მერვე დღეს როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულის მათთან ერთად იყო უკვე. და კიდევ ერთხელ უთხრა მშვიდობა თქვენდა. და აი უფალი სხვა ადგილასაც ამბობს ამ მშვიდობის შესახებ. რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. მაგრამ არა ისე როგორც ეს ქვეყანა იძლევა. არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. აი მაშასადამე უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან. ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას, ვერც ღმერთთან და ვერც ადამიანებთან. ამის დასტური არის მთელი კაცობრიობის ისტორია. საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში. არამედ ჩვენ რას ხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება. აი მას როგორია იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მშვიდობა? მას ორი მნიშვნელობა აქვს, ის ორგვარია. ერთია მშვიდობა ღმერთთან, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ყოველგვარი წინაღობა იხსნება და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა არა მხოლოდ მიუახლოვდეთ ღმერთს, არამედ მის საღვთო ბუნებასაც კი ვეზიაროთ. აი ეს არის მშვიდობა ღმერთთან. მაგრამ ეს მიიღწევა სწორი სულიერი ღვაწლით. მეორე მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანებთან. რაც მიიღწევა ასევე სახარებისეული მცნებების დაცვით ადამიანებთან ურთიერთობაში. და ჩვენ ვფიქრობთ დღეს ასევე იმაზე, როგორ მივახციოთ აი ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. რა პირობებია ამისთვის? ამისთვის არის რამდენიმე მთავარი პირობა. ერთი რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. მეორე რომ უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი. აი სამივე ეს მთავარი პირობებია, მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევნით. ეს ორივე ერთად უნდა იყოს. გახსოვთ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ილია რო ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას. ორივე ნება უნდა იყოს. მარტო ჩვენი ნებით რაც არ უნდა ვეცადოთ მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. და აი ეს სამი პირობაა, როგორც გითხარით, უმთავრესი. მაგრამ როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როცა არის ცილისწამება ერთმანეთის, ლანძღვაგინება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ხომ შეუძლებელია. რასაც ჩვენ ხედავთ ასე უხვად მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს. იციან ფაქტები თუ არ იციან ფაქტები თუ მარტო აღქმებს ეყრდნობიან თუ ჭორებს ეყრდნობიან, აი ესე იმეტებენ ძალიან სასტიკად ადამიანებს უშვერი სიტყვებით. და რაზე მეტყველებს ეს? ძალიან უკიდურესად დაბალ განვითარებაზე. როგორც გონებრივ განვითარებას გულისხმობ, ასევე სულიერს. რომ სხვა გამოხატვის საშუალება ადამიანს არ აქვს, რომ რაღაცა დაწეროს ან თქვას, თუნდაც კრიტიკული. აი ამიტომ უფალი ყველაფერს ხედავს. ის ხედავს ჩვენ ამ უსამართლო ქცევას, რითიც ვარღვევთ ჩვენ ამ მშვიდობას. და
და უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არა მხოლოდ მოწყალეა, არამედ მსაჯულიც არის. ამიტომ თუ გსურს ჩვენ მშვიდობა ჩვენ საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ. და ურთიერთგაგება რომ დამყარდეს, აუცილებელია, როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში. რა გინდა არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგწონდეს მისი ქცევა. და ვიმეორებ, გქონდეს ლმობიერება და კიდევ რა არის იცით აუცილებელი? ჩვენი სისუსტეც უნდა გვახსოვდეს. ჩვენი პირადი სისუსტეების და უძლურებებიც უნდა გვახსოვდეს, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ. აი როგორ გახსოვთ უფალი იესო ქრისტე როგორ გვასწავლის, რომ ყოველივე რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენს გაუკეთეთ მათ. შემდეგი პირობა, როგორც გითხარით, ეს არის მოსიყვარულე ურთიერთობები, კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან. აი, როდესაც ჩვენ ადამიანებს უთანაგრძნობთ, მათ წუხარებებს, მათ სიხარულებს, ჩვენ უკვე ვხდებით ქრისტეს მშვიდობის მუშაკები. შეიძლება ასე ითქვას. როგორც ამბობს უფალი ამაზე, რომ თუ გინდა რომ პირველი იყო, როგორ ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავით ყველაზე უკანასკნელი და სხვების მსახური. არა? და აი, რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ასე შემდეგ და ამაზე ჩვენ წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუց ამის გაკეთება. დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. და როგორც გითხარით, მესამე პირობა, ერთ-ერთი უმთავრესი და ალბათ ესეთი მთავარი საფუძველი კიდევ აი მშვიდობის დამყარების გახლავთ პატიების უნარი, ურთიერთიმტევებლობა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვებრძოლოთ ბოროტებას. არა? და ყველას მივცეთ ყველაფრის კეთების უფლება. და ამით წავახალისოთ ბოროტება. არა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას. ბოროტებასთან ბრძოლა ეს არის მოვალეობა ყოველი ქრისტიანის, როგორც თავის თავში, ასევე მის გარშემოც. მაგრამ ამასთან აუცილებლად უნდა გქონდეს ლმობიერი და გულმოწყალე დამოკიდებულება ადამიანებთან და როდესაც საჭირო ამას უნდა ვავლენდეთ და ყოველთვის საჭიროა ეს. მინდა დავამატო. ის მტერთან მოქცევაშიც თუ თუნდაც რომ ამ კანონს ვასრულებდეთ, მაინც ეს გულმოწყალება და ლმობიერება აუცილებელია. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ეს მინდოდა მეთქვა, აი ნახეთ როგორ ამბობს უფალი იესო ქრისტე, ორჯერ ამბობს მშვიდობა თქვენ და ეს მშვიდობა ჩვენ ძალიან გჭირდება დღეს, როგორც არაფერი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. და ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე, როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც. კიდევ ერთხელ გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს, მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ მტრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ, რომელმაც დღეს თავისი მშვიდობა მისცა მოციქულებს, დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო და მოგცეს ჩვენ თავისი მშვიდობა, სიყვარული და ერთსულოვნება. ამინ. დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს. უჯმაჯურიძეებს, ურთმელიძეებს, ჩერქეზიშვილებს, ძიძიკაშვილებს და ლორიაშვილებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გამრავლოთ და მშვიდობა თქვენს გვარებს და აყვავება და აღორძინება მრავალჟამიერ. შეგახსენებთ, რომ ზეგ სამშაბათს არის მიცვალებულთა ხსენება და გვექნება დიდი პანაშვიდი დღის პირველ საათზე. ქრისტე აღდგა.